გარე ხმაური სიდიდეს ფიქრი შინაგანი ხმაური წარმოადგენს. გარე სიჩუმის ექვივალენტი კი შინაგანი სიმშვიდეა. როდესაც კარგავ კავშირს შინაგან სიჩუმესთან, შენ კარგავ კავშირს საკუთარ თავთან და როდესაც კარგავ კავშირს საკუთარ თავთან, შენი კარგები ამ სამყაროში. წერს ეკჰარტ ტოლე წიგნში სიჩუმე ხმაურობს. სინამდვილე ერთია, მაგრამ ისი აღქმა სხვადასხვა და განსხვავებული. ედუარდ დე ბონო ამბობს, რომ აღქმა ისეთივე რეალობაა, როგორც ნებისმიერი ობიექტი რეალობაში. მაგალითად, ბავშვი, რომელიც ღამე სიგნალეში ხედავს ფარდის შრიალს და აღიქვამს მას ურჩხულად, ფარდა ამ შემთხვევაში მისთვის რეალურად არის ურჩხული. ეს არის რეალობა, რომელიც შესაძლებელია სრულებით არ შეესაბამებოდეს სინამდვილეს, ანუ იმას, რაც სინამდვილეში ხდება. მაგრამ აღქმა რეალურია. ძველი მოაზროვნეები თვლიდნენ, რომ გონების დიდი მიღწევაა გაერიდოს სუბიექტურ აღქმას და განასხვაოს, გაარჩიოს აღქმა სინამდვილისგან. აღქმა არის საგანთა და მოვლენათა გრძნობადი განცდა და დამოკიდებულია იმაზე, როგორ ამუშავებს ტვინი ინფორმაციას. ინფორმაციის ორგანიზებაზე კი ზეგავლენას ახდენს ადამიანის ემოციური მდგომარეობა მოცემულ დროს. აღქმის დრო სიმართლე არის ორგვარი: წრიული და პირობითი. წრიული სიმართლე არის ორი ადამიანის სიმართლე, სადაც ერთიც და მეორეც ამტკიცებს, რომ მართალია. პირობითი სიმართლე კი დაფუძნებულია გამოცდილებაზე და იწყება ასე: რამდენადაც ვიცი, ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე. რა ადგილი აქვს ლოგიკას საგნის ან მოვლენის აღქმისას? ედუარდ დე ბონოს მიხედვით არსებობს ქვის და წყლის ლოგიკა. ქვის ლოგიკა მოითხოვს სუსტ მონაცემებს საგანზე, ხოლო წყლის ლოგიკა ფიქრის დინებისკენ არის მიმართული, ანუ სანამდე მიიყვანს ადამიანს ფიქრი. ქვის ლოგიკის ადგილია გარე სამყარო. მას ახასიათებს კონკრეტულობა, მუდმივობა, სიმყარე. მას საფუძვლად უდევს სიტყვა არის. რაღაც არის, ვიღაც არის. ხოლო აღქმა, რომელიც დაფუძნებულია წყლის ლოგიკაზე, მიმდინარეობს, მიედინება, დინებაშია, ამორფულია, არ აქვს ბასრი კიდეები, ადვილად იღებს ფორმას და მას საფუძვლად უდევს სიტყვა საით, სად. წყლის ლოგიკის ადგილი შინაგანი სამყაროა. ამერიკელი ფიზიკოსი და ქიმიკოსი დადლი ჰერშბახი ედუარდ დე ბონოს წერდა: საშინელი წარმოსადგენია, რა უსაშველო ზიანს აყენებს ადამიანებს ქვის ლოგიკის უხეშობა. როგორც დე ბონო ამბობს, სიმართლეს წარმოადგენს უმეტესად მხოლოდ გარკვეულ კონტექსტში. თუ ქვას ჩიქაში მოვათავსებთ და ჩიქას ალმაცერად დავუხრით, ქვა ან ჩიქაში დარჩება, ან გადმოვარდება. მაგრამ თუ ჩიქაში წყალს ჩავასხამთ და ჩიქას ალმაცერად გადავუხრით, წყლის ნაწილი გადმოიხრება და ნაწილი კი ჩიქაში დარჩება. ანუ ჩიქაშიც დარჩება და დაღვრილიც იქნება. წყლის ლოგიკის ეს დამატებითი თვისება ბუნდოვან ლოგიკას გავს, რომელიც შეიმუშავა პროფესორმა ლოტვი ზადემ, კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორმა 1960 წელს. მასში ცნებების სიმართლე და სიცრუე ჩანაცვლებულია ნაწილობრივი სიმართლის კონცეფციით, რაც საშუალებას იძლევა თავი ავარიდოთ ერთმნიშვნელოვან პასუხებს კითხვებზე. ჩვენ ვქმნით ატმოსფერო ჩვენს გარშემო, ყველაფერი ენერგიაა და ჩვენ ვიბრირებადი არსებები ვართ. 2 ან 3 ადამიანი ქმნის ელექტრომაგნიტურ ველს და წარმოიდგინეთ, რა მხელა მნიშვნელობა აქვს თქვენს გარშემო რეალობის შექმნაში იმას, ვისთან ერთად რა ველში ხართ, შიშის ველში თუ სიყვარულის ველში. თქვენი გონება ქმნის ბედნიერებას და უბედურებას. როგორც კი დაიწყებთ გონების ძალის აღიარებას, დაიწყებთ ცხოვრების შეცვლასაც. ამიტომ პასუხისმგებელი ხართ იმაზე, რითაც ავსებთ გონებას, რადგან სწორედ ამით ავსებთ ცხოვრებას. და თუ ეწინააღმდეგებით რამეს, ზრდით და აფართოებთ მას, რის წინააღმდეგადაც გამოდიხართ, რადგან მას აძლევთ ენერგიას და ძალას და რაც არ გინდათ, ის ხდება. ამიტომ მოგიწევთ გადართვა იმაზე, რაც გინდათ. მაგალითად, თუ თქვენ დღის ჩეხვის წინააღმდეგ გამოდიხართ, დაიწყეთ ხეების დარგვა და ჩართეთ ამაში ბევრი ადამიანი, ორგანიზაცია, ხელისუფლება,
ამბობს მაიკლ ბიკვიდი და თქვენი ყურადღება მიმართეთ არა წინააღმდეგ, არამედ შექმნისკენ. ჩვენ ვართ არჩევანის წინაშე, ვიმოქმედოთ შიშის მდგომარეობიდან, ან შევქმნათ სიყვარულის მდგომარეობიდან. ხდება პარადიგმის ცვლილება. რაღაც გვდება, რაღაც იბადება, რაღაც იქმნება, რაღაც ინგრევა და რაც ინგრევა ხმაურობს და ამ ხმაურში ეშინიათ ადამიანებს. ნუ რავის განშით, რადგან ყველა და ყველაფერი სამყაროში ვითარდება თავისი ტემპით და თუ მაინც და მაინც ენა წაკიცდებათ განშაზე, მაშინ როგორც ამბობენ, უნდა ჩაიცვათ იმის მოკასინები, ვისაც განშით. გაიაროთ კილომეტრი მისი მოკასინებით და ნახავთ, რატომ ეშინიათ მათ. ჩვენ გვაქვს არჩევანი. არ ვიცხოვროთ რეალობის პატარა ნაგლეჯში, სადაც შიშია, სადაც სიძულულია, სადაც მიუღებლობაა, დაუნდობლობაა და არ ვუყუროთ სამყაროს ამ ფილტრით, რადგან ეს იგივე ამ ზეს უყუროთ ღრუბლებიდან. მზე ანათებს, მაგრამ თქვენ უყურებთ ღრუბლებს. სამყარო არ არის ჩვენს წინააღმდეგ, სამყარო სიუხვისველია. ალბერტ აინშტაინის აზრით, იმისათვის რომ კაცობრიობა გადარჩეს და განვითარების უფრო მაღალ დონეზე გადავიდეს, საჭიროა აზროვნების ახალი სახე. ბიზნეს ექსპერტი დევიდ გრეი ამბობს, რომ არსებობს ლიმინალური აზროვნება და შეიძლება ითქვას, რომ ახალი სახე აზროვნების სწორედ liminალური აზროვნებაა. სიტყვა liminali ლათინურიდან მომდინარეობს და ნიშნავს საზღვარს, სხურვლს, შეყვანას, პორტალს, რომელიც განსაზღვრავს ორ ბუნებრიობას და ამასთან არ წარმოადგენს არც ერთის ნაწილს, არც აქ და არც იქ, არც ახალი და არც ძველი, ორივე და არც ერთი ერთდროულად. ეს არის სასაზღვრო სივრცე, გაურკვევლობის ან ბუნდოვანების მდგომარეობა, რომელიც წინ უსწრებს ახალი სახის აზროვნებაზე გადასვლას. Liminალური აზროვნება არის ფსიქოლოგიური მოქნილობის სახე, რომელიც საშუალებას გვაძლევს წარმატებით ვიაროთ გარდამავალი პერიოდის განმავლობაში. ის არის ერთგვარი ნავიგაცია და ორიენტირი და მოიცავს საკუთარი რწმუნებულებებისა და მოთხოვნილებების ინტერპრეტაციის უნარს, სხვების რწმუნებულებებისა და მოთხოვნილებების დანახვა ინტერპრეტაციას და მუდმივი შეფასების, დასაბუთებისა და რწმუნებულებების შეცვლის ჩვევას. ხშირად ადამიანები რწმუნებულებებს ქმნიან გაუცნობიერებლად და შემდეგ ეს რწმუნებულებები ბოჭავენ მათ, აქცევენ შიშისა და ეჭვების ზეგავლენის ქვეშ და მათგან თავდაღწევა ისევ და ისევ შეუძლიათ განსხვავებულ რწმუნებულებებს, რომლებიც ქმნიან ახალ ხედვას სამყაროსა და ადამიანებზე და ათავისუფლებენ გზას ცვლილებებისა და განვითარებისკენ. Liminალური აზროვნება ეს არის აზროვნების გზით ცვლილებების შექმნისა და რწმუნებულებების გადააზრების, გარდასახვის ხელოვნება. Liminალური აზროვნების არსი იმაშია, რომ ჩვენ ყველგან და ყველა მხრიდან შემოსაზღვრული ვართ შესაძლებლობებით. ყველგან არის სხურბლი, რომელსაც უნდა გადავაბიჯოთ, ან შევაბიჯოთ ახალ რეალობაში. მაგრამ ადამიანების დიდი ნაწილი მას ვერ ხედავს, რადგან მათი ყურადღება დაკავებულია სხვა რამით. მიუხედავად ამისა, სხურბლი არსებობს და მის მიღმა იღება უსასრულო პოტენციალი განვითარებისთვის. თუ გონებას გადავთავთ liminalურ აზროვნებაზე, ადვილად დავინახავთ შესაძლებლობებს და ამისთვის არ არის საჭირო სპეციალური უფლებამოსილება, ოფიციალური ნებართვა ან ფული. საჭიროა მხოლოდ ადამიანი, რომელსაც სურს სულებები და რომლის სურვილი შეურყეველია. რაც უნდა ხდებოდეს, გარეთ თუ გარშემო, თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ იზრუნოთ თქვენი აღქმისა და აზროვნებისთვის სასიცოცხლო წყლის მიწოდებაზე. გაგიგიათ მიცელიუმის სოკო. ეს სოკო აკავშირებს ყველა მცენარესა და ხეს ერთმანეთთან. ეს კი საშუალებას აძლევს მათ ერთმანეთზე იზრუნონ. როდესაც ერთ-ერთი ხე დახუპვის პირასაა, მიცელიუმის სოკო უგზავნის დანარჩენ ხეებს შეტყობინებას. ეს ხეები კი მიცელიუმის მეშვეობით გასაჭირში მყოფი ხის დასახმარებლად წყალს და იმ საჭირო ნივთიერებებს უზიარებენ მას, რომლებიც მისი გადარჩენისთვისაა საჭირო. როდესაც თქვენ სიმშვიდეში აკვირდებით ბუნებას, ადამიანს, მოვლენებს, რაც გარეთ ხდება, ამ დროს ვინ აკვირდება?
ვიღაც ბევრად უფრო ღრმა, ვიდრე მიცელიუმის სოკოა. ხომ ესეა? უპირობო ცნობიერება. ეს არის ქრისტე თქვენ შიგნით. იპოვეთ ეს მდგომარეობა და გათავისუფლდებით შიშისა და ტანჯვისაგან, რომელსაც აყენებთ საკუთარ თავს და სხვა ადამიანებსაც. ბიბლიაში წერია, ღმერთმა შექმნა სამყარო და დაინახა, თუ რაოდენ კარგია ის. დაინახეთ თქვენც. უბრალოდ დააკვირდით და უსმინეთ, მეტი არაფერია საჭირო. გახსოვდეთ, იმაზე მეტისთვის ცხოვრობ დედამიწაზე, ვიდრე თქვენი ცხოვრებაა. აბა იცოცხლეთ და გაიხარეთ.